საშობაო გამოფენა გაყიდვა საზოგადოებრივ კოლეჯ აიშში. სტუდენტებმა სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის საკუთარი ხელით დამზადებული ნამუშევრები გამოფინეს. ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. ასევე ამ სექტორით დამსაქმებელთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესების ზრდა იყო. გამოფენას ეთერ თეთრაძე დაესწრო და ვრცლად სიუჟეტში გვიამბობს. საშობაოდ კოლეჯ აიშის სტუდენტებმა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია გადაწყვიტეს და თექის ხის ნამუშევრებისა და კვების პროდუქტების გამოფენა მოაწყეს. უჩვენეს საკუთარ ფერმაში გაზრდილი ცხოველები და ფრინველები. როგორც დირექტორმა აღნიშნა, მათი მიზანი დამსაქმებელთა და დონორი ორგანიზაციების დაინტერესება იყო. დღეს აქ თქვენ ხედავთ კოლეჯ აიშის სტუდენტთა მიერ შესრულებულ ნამუშევრებს. სწავლება როგორც მოგეხსენებათ მარტივიდან რთულისკენ და რთულიდან მარტივისკენ მიმდინარეობს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ რთულიდან მარტივისკენ გვეჩვენებინა ჯერ სრულყოფილი პროდუქცია თავიანთი მასწავლებლების საშუალებით და შემდგომ უკვე მარტივიდან რთულისაკენ წარიმართება სწავლება. ამ ღონისძიებამ სტუდენტთა ძალიან დიდი აქტიურობა გამოიწვია. ხედავთ თქვენ რამდენი სტუმარი გვეწვია, რამდენი და შემფასებელია ჩვენი სტუდენტების და მასწავლებლების ნამუშევრების. მე თვითონ ბედნიერი ვარ რომ პროფესიული განათლება სულ უფრო და უფრო წინ მიდის. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქცია დაეგემოვნებინათ და შეეძინათ კიდეც. გამოფენა გაყიდვა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და გაეროს პროფესიული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელიც დაესწრო. Also grundsätzlich ist es sehr wichtig, dass die Berufsschulen ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების მოწყობა. ეს არის კოლეჯისა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. აქ წარმოდგენილი პროდუქცია არის ხარისხიანი და სასარგებლო. მოხარული ვარ, რომ მისი შეძენა ყველას შეგვიძლია. ძალიან მიხარია, რომ სტუდენტების მიერ წარმოებული აქ კაჭრეთის კოლეჯში წარმოებული პროდუქცია, ფერმერების მიერ შემოთავაზებული პროდუქცია ხელმისაწვდომი არის. შეგვიძლია ვნახოთ რა რესურსები გააჩნიათ, რა სერვისები გააჩნიათ ფერმერებს, კოლეჯს რა სერვისები აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი არის პოპულარიზაცია პროფესიული განათლების და იგივე კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯის, თუნდაც კახეთის რეგიონში და მთელ საქართველოს მასშტაბით, იმიტომ რომ პროფესიული განათლების გარეშე სოფლის მეურნეობა ძალიან რთულად განვითარდება საქართველოში. საშობაო გამოფენა გაყიდვაზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის და კოლეჯ აიშის კურსდამთავრებულებიც. ასეთი ღონისძიებები მართლა საზეიმოა, რომ გვაქვს იმის საშუალება ჩვენი პროდუქტები გამოვფინოთ და გავყიდოთ და მომსვლელებმა ერთხელ კიდევ კარგად ნახონ თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს პროფესიული სასწავლებელი ჩვენი ახალგაზრდებისთვის. პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით საშობაო გამოფენა გაყიდვა კოლეჯ აიშში ყოველწლიურად იმართება.